მეორე მხარე რაღაცას მიაბავს სიტყვა რუსულს და всё. მთელი მილენიალების, ანუ ჩემ ხელების უმრავლესობა და ჯენზი და ჯენ ალფაც, მე მგონი არ ვიცი ჯენ ალფა მაგდენად, მაგრამ აი ძალიან დიდი რაოდენობა ამ ახალი თაობების მათთან არის, იმიტომ რომ რუსულზე ეგრევე აჟრიალებთ, ანუ ისეთ დონეზე, რომ ოღონდ Yandex-ით არიან, რომ რახან რუსული კომპანია და მეტსი ხდიან Bolt-ში, ესეთ ხალხს ვიცნობ მე პირადად და ზოგი ჩემი მეგობარიც არის და ამაზე ვეღადავები, იმიტომ რომ სიგიჟე მგონია მეტის გადახდა, პროსტა იმიტომ რომ ბოიკოტ ვისუთ რუსეთს უცხადებ ბოიკოტ შენი 20 ლარით თუ რაღაც არ ვიცი მაგრამ ანკესივით აქ მოკლედ იმ ხარესაც სიტყვა რუსული და იარლიყი რუსული ან რუსეთუმე აქვს საშინლად ემოციური არის რა რომ რუსეთუმეს თუ მოგაკერებენ всё და ეს ძალიან საშიშია და ამიტომ ვერაფერს ვერ იტყვი. ოცნებას აქვს ასევე თუ რაღაცას გააკრიტიკებ ოცნებისას ეგრევე ნაცი ხარ, თუ გააკრიტიკებ რაიმეს რაც NGO-ები აკეთებენ ან ის რა ქვია ნაცები აღარ ჩანან, მაგრამ ვიღაცები ხო არიან, ვინც ყოფილი ნაცები არიან და ვიცით რომ ნაცები არიან. ან ეგენი რასაც გააკეთებ მაგას თუ გააკრიტიკებ რუსეთუმე ხარ ეგრევე. ხდება ზიზღის გაყვება, ანუ იმ დონეზე არის მისული, რომ ოჯახები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, შვილები მშობლებს აღარ ელაპარაკებიან, ბიძებს აღარ ელაპარაკებიან, დეიდებს აღარ ელაპარაკებიან, იმიტომ რომ ვიღაცა ოცნების აზრებს ეთანხმება და ვიღაცა იმას NGO-ების აზრებს ეთანხმება. არ ვიცი ეს სოცმედია მქნა თუ რა მქნა, მაგრამ ისეთ დღეში არის ხალხი, რომ სანამ ლაპარაკს დაიწყებენ, სანამ თავის აზრს გამოთქვამენ, პირველი უნდა თქვან ხოლმე, რომ ნაცი არ გეგონოთ, კოცი არ გეგონოთ, რუსეთუმ არ გეგონოთ, ის არ გეგონოთ, ის არ გეგონოთ. ანუ იარლიყების მიწევება ისე მალე ხდება. ეთყობა ეგ არის, ალბათ სოცმედია მქნა რა, რომ ანუ იმდენად მალე უნდა გადაწყვიტო ვის უნდა უსმინო თუ არა, იმიტომ რომ ინფორმაციის მოჭარბებული რაოდენობა რო ალბათ მაგა ქნა არ ვიცი. მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობა, საგანგაშო მდგომარეობა მაგ ხრივ, რომ აზრი ვერ გამოუთქვამს ხალხს. ასე რომ